5 სხვადასხვა სოფლის სკოლიდან ჩამოდიან ბავშვები. ბევრს დებენ თვითონაც ოჯახებიც ამ ტრანსპორტირებაში, ამ გზაში, რომ კვირაში ორჯერ მოიყვანონ ბავშვები და რეალური პროგრესის გზაზე დააყენონ. ოჯახებიდანაც რამდენადაც ვიცი, ზოგჯერ 2-3 ბავშვი მოდის ხო ერთად. განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეებიც გყავს. მყავს მოსწავლეები, რომელსაც მოტორულ ფუნქციებთან აქვს პრობლემა, ცოტა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი ყავს ასეთი მოსწავლე. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ და ვაგრძნობინოთ, რომ ამ პროცესში მათი განათლების გზაზე მარტო არ არიან. არ იფიქრონ, რომ არ შეუძლიათ მეტის გაკეთება. და არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაც ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი წვრილი შეტანა, რომ რაღაც უმნიშვნელოა იქ. პირველ ივნისთან დაკავშირებით მშვენიერი იქნებოდა და უდიდესი мотиваცია შეგვექმნა თითოეული მოსწავლესთვის სასაჩუქრე კომპლექტი. ხარი დაუჭიროთ სკოლას, განათლებას და თემურის ინიციატივას. ნეგატიური მოვლენებით დახუნწლული დღის ბოლოს გავიფიქრე, მე რა შემიძლია რომ შევცვალო და ცოტა გაბრაზებულმა დავიწყე სკროლვა. ასე წავაწყდი იმ ადამიანის პოსტს, რომელმაც თავისი მიზანი და მისია უკვე იპოვა. არ უფიქრია, რომ მას ეს არ შეუძლია. უბრალოდ ადგა და დაიწყო. არ დაელოდა ორშაბათს, მზიანამით, სახელმწიფოს. უბრალოდ გადადგა ეს ნაბიჯი. პატარა მაგისტრალზე გაშენებული დაბა აგარა. 3364 მოსახლე. თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. და იქ ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ ღირსეული და ნათელი მომავალი ქონდეთ. გაიცანით დროის ხმაურის და ჩემი ამ ეპიზოდის სტუმარი, ინგლისური ენის მასწავლებელი თემურ იკოშვილი. თემურ, გამარჯობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ჩემი სტუმარი ხარ. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის და მიხარია დღეს თქვენთან საუბარი და აქ ყოფნა. მე მიხარია, რომ ჩვენ შეგვიძლია ბავშვებისთვის კიდევ ერთი პატარა აგური დავდოთ და შენი სინათლის მაგისტრალი ავაშენოთ, რომელიც განათლებას და ამ ბავშვების მომავალს ეხება. მოდი მომიყევი, რა ხდება დღეს აგარაში, რა შესაძლებლობებია, რითი ცხოვრობთ, რითი ერთობით, რა გიხარიათ, რა გწყინთ. კი ბატონო. აგარა ძირითადად ცნობილია ძველი დროიდან თავის შაქრის წარმოებით, არის ერთი ქარხანა, რომელიც მუშაობს აგარაში სეზონურად. ძირითადად მოსახლეობა დასაქმებულია ამ ქარხანაში და მთავარი ეკონომიკური შემოსავლის წყარო არის ეს, როდესაც მუშაობს და ფუნქციონირებს. დანარჩენი არის წვრილი პატარ-პატარა სხვადასხვა ადგილები, დაწესებულებები, კერძო დაწესებულებები. ავტომაგისტრალის ირგვლივ რაც არის ინფრასტრუქტურა. ზუსტად კი მარკეტები, საცხობები, სხვადასხვა სავაჭრო ადგილები, სადაც ესე ვთქვათ, ხალხი დამატებით შემოსავალს იღებს მცირე ბიზნესებიდან. რაც შეეხება კულტურული მიმართულებით, აგარაში ამ მხრივ ბევრი სიახლე არ ხდება. არის სხვადასხვა მაგალითად წრეები, თუმცა ისეთი აქტიური კულტურულ საგანმანათლებლო ცხოვრება ახლა არ მიმდინარეობს, სკოლაც რემონტის ფაზაშია და სხვა სკოლაში. ერთადერთი სკოლა, რომელიც აგარაშია. და სხვა სკოლაში დადიან, სხვა სკოლებში უფრო სწორად ბავშვები, აგარის სკოლის ბავშვები. თუმცა ეს მე არ მაფერხებს იმაში, რომ ჩემი საქმიანობა წარმართო, რადგან არა ვარ მხოლოდ ერთი სკოლის მოსწავლეებით შეუფარგლული, მყავს დაახლოებით 5 სხვადასხვა სოფლის სკოლიდან ჩამოდიან ბავშვები, დაახლოებით 8 სოფლიდან სადღაც მოსწავლეები ინგლისური სასათვისებლად და ჩემთან ერთად საგანმანათლებლო პროექტში, რაც დავიწყე, ჩემი ინიციატივა, აქტიურად არიან ჩართულები. ერთია ინგლისური სათვისება, მეორე მხრივ არის მატერიალურად სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფა და დამატებით აი საგანმანათლებლო მხრივ სხვადასხვა ტიპის ინიციატივები, კონკურსები, რათა ესე ვთქვათ, ეს ბავშვებმა იცოდნენ, რომ თავიანთი რეალური შესაძლებლობები რა არის და არ შემოიფარგლო რაღაც იმ ჩარჩოებით, რასაც არის ზოგადად ყველა სოფელშია და
არ იფიქრონ, რომ არ შეუძლიათ მეტის გაკეთება. ანუ იმისთვის მუშაობ, რომ ეს კონდეთ ნათლად წარმოდგენილი, რომ მათი შესაძლებლობები არის საკმაოდ ფართო და ვაძლევ საშუალებას, რომ ეს გამოსცადონ და დაამტკიცონ. ინგლისური სათვისებით ერთი და ამ წარმატებით, სხვადასხვა წარმატებებით, რასაც აღწევენ უშუალოდ უცხოენის ათვისების გზაზე და დამატებით გამოსცადონ თავიანთი თავი ჩვენს კონკურსებში თუ წამახალისებელ ღონისძიებებში თუ სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად დასამახსოვრებელ დღეებში ჩაერთონ და იცოდნენ, რომ თავიანთი შრომა არ რჩება შეუმჩნეველი და ნამდვილად ღირს რომ ისწავლონ კარგად და აითვისონ ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც არის ახლა ინგლისური ენა დღესდღეობით და შემდეგ უკვე იპოვონ თავიანთი თავი სხვა სფეროებში. და აი ამ მხრივ ამ საგამოათლებლო კუთხით ვფიქრობ, რომ აი ეს ჩემი ნიშა არის ამ მხრივ ნამდვილად აი უნიკალური იმ დასახლებაში, რადგან უკვე გაცნობიერებული მაქვს მეც რას ვაშენებ და რას ვაკეთებ და ამასაც გადავცემ ისე, რომ დიდი ინტერესია სხვადასხვა ოჯახებიდან, რომ მათი შვილები და მომავალი თაობა ჩაერთონ და არ გამოტოვონ ეს შესაძლებლობა, რაც არის ჩემი ინგლისური ენის კუთხე, ესე რომ ვთქვათ და ჩემი ცოდნის გადაცემა და აქტივობები და მეთოდოლოგია და ესე ვთქვათ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა და არიან ნამდვილად დაინტერესებული მოსწავლეები, რომ ჩაერთონ მიუხედავად აი მანძილისა, აგარიდან, ვთქვათ გვერდზე სოფლიდან, ქვედატკოციდან, კი შეუძლიათ ისიც შორია ის სოფელიც, მაგრამ მაინც ფეხით მოსვლა უფრო რეალისტურია, მაგრამ როცა საუბარია უფრო შორეულ სოფლებზე მოხისიბცა, იქით შაქშაქეთი, ბერძენაული, კიდევ კნოლები, ალიმი თუ მეტიც ცოტა კიდევ შორიდან, ბევრს დებენ თვითონაც ოჯახებიც ამ ტრანსპორტირებაში, ამ გზაში, რომ კვირაში ორჯერ მოიყვანონ ბავშვები და რეალური პროგრესის გზაზე დააყენონ აქ ჩემთან ერთად და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ამდენი ახალგაზრდასთან ცოდნის გადაცემის შესაძლებლობა და ჩემთვის ეს არის, ვთქვათ, ჩემი წვლილი, რაც შემიძლია ახლა გავაკეთო და ჩვენი ქვეყნისთვის და ჩემი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა თვლი პირველ რიგში ამას, ჩემი კუთხისთვის და ასევე ქვეყნისთვის. საიდან მოვიდა ეს პასუხისმგებლობის განცდა, იმიტომ რომ განსხვავებული პროფესიიდან მოდიხარ. სხვა შესაძლებლობები ჰქონდა. რატომ აირჩიე მაინც და მაინც ინგლისურის მასწავლებლობა ამ შემთხვევაში? როგორ მოხვედი აქამდე? რა იყო ამ საქმეში შენთვის ასეთი ღირებული, რომ სხვა დანარჩენზე პრაქტიკულად უარი გათქმევინა? კი. ანუ ეს ალბათ ეტაპობრივად დაიწყო, ესე უცებ არ მიფიქრია, რომ მე გავხდებოდი ინგლისურის მასწავლებელი და სრულწლოვანების მიღწევისას თუნდაც სხვა გეგმები მქონდა და სხვა გზით წავედი, მაგრამ ყოველთვის აი რაც საკუთარი უნარების განვითარებაში ვიყავი, ხან სწორი, ხან არასწორი მიმართულებით, აი პროფესიის არჩევას რო უკავშირდება, შეიძლება მე უფრო დავარქმევდი, რომ ძიების პროცესში იყავი და ძიებაში სწორი და არასწორი ალბათ არ არსებობს. კი, დავდილათ, ალბათ უფრო სწორია, რომ ცდილობები დავარქვათ, სად იქნებოდი უფრო კომფორტულად, რომელ გზას აირჩევდი. და ბოლოს ესე ვთქვათ, რომ ჩამოყალიბდი, რაც ძალიან ზოგადი იყო იმ პერიოდში ფორმალური განათლების კუთხით, ეს იყო აი მენეჯმენტის მიმართულება, რაც შეიძლება განაზოგავდა სხვა სფეროში შეუთავსო და არ არის ვიწრო სპეციალიზაცია, მაგრამ სწორედ რადგან ესე ვთქვათ, ფართო ინტერესები მქონდა, ამიტომაც ამ მიმართულებაზე შევჩერდი და დავამთავრე ბაკალავრიატი მენეჯმენტის განხრით და აი რეალური განვითარება აი ზუსტად ვიტყოდი, რომ იმ წლებში დაიწყო უნივერსიტეტის წლების შემდეგ, როდესაც უკვე დავიწყე პროფესიული საქმიანობა და
ეს იყო სხვადასხვა კომპანიაში მუშაობა, ქართულ თუ უცხოურ კომპანიაში დამწყებ ცოტათ მაღალ თანამდებობაზე, უბრალოდ საშუალო და დამწყებ თანამდებობებზე და ისე მოხდა მერე რომ გადავედი აგარაში დისტანციურად მუშაობდი ნახევარგააკვეთზე ერთ-ერთი კომპანიისთვის ძირითადად მაშინ ჩემი მოვალეობა იყო წერა ბიზნეს პროცესების დამუშავება იმ კომპანიისთვის და ასევე სხვადასხვა თარგმნელობითი საქმიანობა ინგლისურიდან ქართულად ამ პირიქით, ესეც ონლაინ და ამის გარდა უფრო მინდოდა რომ რაღაცა სიახლე შემეთავაზებინა იმ ადგილისთვის, სადაც ვიყავი იმ ეტაპზე და გამეკეთებინა რაიმე საინტერესო, რაც ესე ვთქვათ, ჩემი უნარების შესაფერისიც იქნებოდა და რადგან ახლა ინგლისური ენა იმ დროს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი ჩემთვის და ასევე მიყვარდა ცოდნის გადაცემა, მიყვარს ესე ვთქვათ ურთიერთობა, თუნდაც სასწავლო პერიოდშიც ასე იყო და მერეც ავირჩიე რომ დამეწყო საგამანათლებლო საქმიანობა საკუთარ სივრცეში, აი ფაქტობრივად ნოლიდან, იმიტომ რომ რაც ახლა არის იქ იმის ალბათ 90% არ იყო მაშინ, ვთქვათ 6 წლის წინ, სადღაც 2020 წელს, როცა დავიწყე, მაგრამ ჩემი ძალისხმევით მხარდამჭერებთან ერთად სხვადასხვა წელს, სხვადასხვა ტიპის პატარ-პატარა აგურები დავდეთ და აღჭურვეთ ეს სივრცე ისე რომ აი დღეს შემიძლია ვთქვა რომ ძირითადი ახლა რაც შემიძლია ვთქვათ ეს სასწავლო მასალები, ტექნოლოგია, მონიტორი, ეს პრინტერი, ეს ყველაფერი რაც მხარი დაგვიჭირეს ჩვენ და გვაჩუქეს კლასისთვის, უზრუნველყოფს რომ სასწავლო პროცესი იყოს ძალიან ნაყოფიერი, წარმატებული და მე თვითონ გადავცე. აი იქვე მაქვს მარაგი წიგნების პატარა ბიბლიოთეკა მოწყობილი, ყველა დონეზე ასევე მე თვითონ ვურიგებ ბავშვებს რომ ისწავლონ ინგლისური ენის კონკრეტული საფეხურზე და ასევე საკანცელარიო ნივთებსაც გადავცემ, რათა ეს დამატებითი ტვირთი მოვაკლო, ისედაც აი ლიმიტირებული შესაძლებლობების ფონზე. ახლა ნამდვილად ვერ ახლა კი ეტყოდი რომ თქვათ მშობელს რომ ეს წიგნია საჭირო და უნდა ისწავლონ, მაგრამ იმდენი მოსწავლეა რომ გაუჭირდებათ ახლა ეგ რაიონში და რეგიონში კი არა, ზოგჯერ თბილისშიც ველოდები ხოლმე რომ რესურსი ახალი სახელმძღვანელო შევიძინოთ და მე დავამატო ეგ სწავლებაში და მქონდეს მარაგში რომ მე დაურიგო ბავშვებს. თან ოჯახებიდანაც რამდენადაც ვიცი, ზოგჯერ 2-3 ბავშვი მოდის ხო ერთად? დიახ, უმეტესად ეგრეა. ნახევარზე მეტი მოსწავლე არის ოჯახიდან 2 მოსწავლე ან 3 მოსწავლე ზოგიერთ შემთხვევაში, ანუ სრულად ჩართულები არიან ამ პროცესში, ვთქვათ, ოჯახიდან. ყველას რეალურად ესე ვთქვათ, ხმა ადვილად ვცელდება მერე და ჩვენ სიახლეების შემყურე და რეალური პროგრესის შემყურე ეს უნდა მე დამატებით ესეთი შესაძლებლობა რომ არის, სხვა შორის ხშირად გამიგია რომ აი ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვიტა მშობელმა რომ დაეწყოთ მეცადინეობა და ძალიან წარმატებით მიდის პროცესი, ანუ თან ისეთი მეთოდოლოგია მაქვს რომ ყოველთვიურად ვაფასებ და ყოველთვიურად აქვს შესაძლებლობა ნახონ როგორ მიდის თვიდან თვემდე მათი წინსვლა, თქვა თუ იგივე რჩება იმატებს სწავლის პროცესში, ანუ პროგრესის შეფასების საშუალება. კი, ყოველთვის ვუდებ თავიანთ ინდივიდუალურ ჩათებში, ჯგუფებში ამ ინფორმაციას, რომ ხედვა გქონდეთ ამის მიხედვით და მით უმეტეს ვინც ზედა საფეხურზე არიან უკვე და დაამტკიცეს რომ უმაღლეს დონეზე შეუძლიათ მუშაობა და აქვთ ეგ პასუხისმგებლობა გააზრებული თუნდაც ბავშვებს, მათ კიდევ უკვე ლიდერის სერტიფიკატებსაც ურიგებ და დამატებით წავახალისებთ ხოლმე ყოველთვიურად, ასე ვთქვათ, ჩვენი დაჯილდოების დღეზე. არაჩვეულებრივი იყო, რაც მოვისმინე, რომ ბავშვებისგან მერე მშობლები იწყებენ უკვე ენთუზიაზმით სწავლას ერთვებიან და აი ეს ლიდერის სერტიფიკატით და უკვე ბავშვი წარჩინებული ლიდერები შედარებით უმცროს თაობების აღზრდაშიც თუ არიან ჩართულები? არის ესეთი შემთხვევები, მაგალითად
სხვაშორის ვიფიქრე ეკა ამის შესახებ, რომ შეიძლება დამატებით ახალი ფუნქცია მივანიჭო ასეთ მოსწავლეებს, თავიანთი გამოცდილება რომ გაუზიარონ და ერთ-ერთი ესე თქვა სატესტო ჯგუფი მყავდა ამის, როდესაც უფრო უფროს კლასელები, უმცროს კლასელებს ასწავლიდნენ და ძირითადად კი ებუტებოდნენ ეს პატარები უბრაზდებოდნენ. არ უნდა თებისგან მითითებების მიღება და ეს ბავშვებიც ის როლში შეიჭრებიან ხოლმე ხანდახან პასტას წაართვენ, უგიჭირავს შენ არ შეიძლება და მოკლედ იმათ არ მოსწონთ ეგ ახლა ავტორიტეტად არ მიიჩნევენ ამ მოზარდ ბავშვებს და მე მეც ვერთვები ხოლმე რა თქმა უნდა და მიუთითებ რა არის სწორი და რა არის სწორი და როგორ უნდა მოიქცეს ეს უფრო უმცროსი კლასელი მოსწავლე. კიდევ სხვადასხვა ვიფიქრე, რომ ამ ლიდერებმა რაღაცა დამატებით თვითონვე გადასცენ ხოლმე ეს სერტიფიკატები საომავლოდ ახალ მოსწავლეებს, ვინც იქნებიან მოსულები და მოტივაცია გახდნენ მათთვის. ისაც არიან უკვე, მაგრამ უკვე რეალურად გაუზიარონ ხოლმე თავიანთი გამოცდილება და როგორ მოვიდნენ ამ გზაზე. ახლა არც ერთი არ არის შემთხვევით მოხვედრილი, ხო, ყველა რაღაც საუკეთესო არის თავის ჯგუფში, იმ კონკრეტულ თვეში, თუმცა ეს არ არის მოცემულობა, რომ მეორე თვეში არ შეიძლება, პირიქით, სულ იცვლება. ანუ ისეა პროცესი, რომ ძალიან ცოტა მოსწავლე ერთეულები ინარჩუნებენ უმაღლეს პოზიციას ყოველთვის 90%-ზე მეც, მაგრამ ძირითადად ახლა ემატებიან ახლები, ზოგი ცოტა უკლებს სწავლას, ზოგი უმატებს, ზოგი იგივე დონეზეა, მაგრამ რაც არის ალბათ ბუნებრივი სწავლის პროცესი, რომ ახლა ყოველთვის ერთ და იგივე დონეზე მithuetes უმაღლეს ნიშნულზე ურთულესია ყოფდა. არ არის შეუძლებელი, ესეც დაუმტკიცებიათ, მაგრამ ძალიან რთულია, ძალიან სერიოზული ფოკუსირება გჭირდება. ეხლა მე როგორც ვაფასებ, ეკა ამ შეფასების კომპონენტები გაკვეთილში არის მაგალითად საკლასო მუშაობა, ეს ჩვეულებრივი გამოკითხვა დავალების speaking აქტივობები, დამატებით წამახალისებელი გონივრული აქტივობები, წერითი დავალებები, ყოფაქცევა მათ შორის ვეუბნები, რომ ვინც არ ხართ ყურადღებით, თქვენი დღის ქუიდან -1 ქულა დაგაკლებათ, იმიტომ რომ ვიყოთ უფრო მობილიზებული გაკვეთილზე და ამასაც ვფრთხილობენ ხოლმე, რომ არ იმოქმედოს თავიანთი ყოფაქცევა თავიანთ დღის შედეგზე. ანუ რეალურად ლიდერებად ზრდი და ამ ადამიანებს ინგლისური ენის გარდა აძლევ იმ ქცევით უნარებსაც, რომელიც ლიდერს ჭირდება რეალურად. ეს არის ფოკუსი, ყურადღება, ლიდერობა და ასევე მის გააზრება, რომ შეიძლება ყოველთვის არ იყო მოწინავე პოზიციაზე, მაგრამ ყოველთვის უნდა სცადო რომ იყო. კი, ნამდვილად. ეს მეთოდი, რაც მითხარი, საკუთარი შემუშავებულია, ხო, როგორც ვიცი და კიდევ რა გამოარჩევს მეთოდოლოგიას სხვა სტანდარტული იგივე სასკოლო პროგრამისგან? უფრო სასკოლო სისტემაში მიღებულია მოსწავლეების ტრადიციული შეფასება ერთი კონკრეტული გაკვეთილის განმავლობაში, ნიშნის დაწერა. და როდესაც ამაზე ამ მეთოდოლოგიას ვავითარებდი, ანუ წლების განმავლობაში რაღაცას ვცვლიდი, რაღაცას ვამატებდი, მაგრამ ეხლა საბოლოოდ უმეტესი მეთოდის ჩამოყალიბებული მაქვს, რომ ბავშვები როდესაც მოდიან, აი პატარ-პატარა აქტივობებში შეუძლიათ მიიღონ პატარ-პატარა ქულები. ანუ მაქსიმუმ თითო აქტივობაში 3 ქულა შეუძლიათ მიიღონ და ესეთი 5 აქტივობა აქვს და 5-ვე ჯამში ყოველდღიურად იღებენ ასე ვთქვათ 15 ქულას, 3 ქულების დამატებით და თავიანთ შრომას ინაწილებენ, ანუ თუ რაღაცა აქტივობაში აქვთ ნაკლები შედეგი, შეუძლიათ მერე სხვა თემაში გადაფარონ და დღის ბოლოს მაინც მაღალი ქულით დაამთავრონ. ერთი კონკრეტულად ის, რომ თქვათ იმ მომენტში დავალება ცუდად დაწერა და არ არის მაღალ დონეზე შესრულება, არ ნიშნავს იმას, რომ დღის ბოლოს დაბალი შედეგი ექნება. შეუძლია იქ საკლასო აქტივობის დროს, საუბრის დროს, ასევე სხვა სამაგიდო გამავითარებელი თამაშის დროს სხვა ისეთი ძლიერი უნარები
დააბალანსოს, რომ შეძლოს და საბოლოო ჯამში 5 დღის აქტივობის შედეგად კონდეს მაღალი ქულა, თქვა 12 ქულა, 13 ქულა და მაინც კვაყოფილი უნდა დატოვოს გაკვეთილი. და ამას მე როცა ავსახავ და ამას ყოველ დღე ვამატებ ერთმანეთს და საბოლოოდ ეს პროცენტულად გამომყავს ყოველთვის ბოლოს და ხედავენ მე უკვე თავიანთი სწავლის საბოლოო შედეგს, იციან რაზე მეტი უნდა გააკეთონ შემდეგ თვეში. ანუ შემდეგ თვის გეგმას აძლევ. თვითონვე ხვდებიან და თან იცით რა არის გეგმას არა, ასე მიმართულება ეძლევათ. კი. და ახლა რას დავაკვირდი, იცით, უკვე იმდენი თვია ეს მეთოდოლოგია მაქვს, რომ საბოლოოდ უკვე თვითონვე მართავენ თავიანთი შეფასების სისტემას. ანუ ზოგჯერ მიკვირს, რომ ზოგიერთი ბავშვმა ახლა იცის პროცენტებში გამოთვლა, დაახლოებით წარმოდგენა აქვს უკვე რამდენი პროცენტი ექნება ყოველთვის ბოლოს და როგორია კმაყოფილია თუ არ არის კმაყოფილი საზღვრავს და რა უნდა გააკეთოს ასევე რომ კმაყოფილი დარჩეს და ლიდერებში მოხდეს და უბრალოდ წინაშედეგი გააუმჯობესოს, საკუთარ ხელში აქვს ეს მართვის პროცესები. მე რა თქმა უნდა ამას კონკრეტულად ვაფასებ და კონკრეტულად ვუწერ თითოეულ პატარ-პატარ კომპონენტს შეფასებას და ეს ჯამში შემდეგ გროვდება და თავიანთი წარმატებისთვის შეუძლიათ რომ ეს გამოიყენონ თავიანთი თქვათ ლოგიკური შესაძლებლობები რომ გამოთვალონ თავიანთი რეალური შედეგები დაახლოებით და ნახონ სად იკლებს სწავლა, სად იმატებს სწავლა და როგორ უნდა შეძლონ რომ უკეთეს შედეგებით დაასრულონ კონკრეტული თვე. ანუ ამას დამოუკიდებლობას დავარქვევ, დამატებით დამოუკიდებლობას დამოუკიდებლობაზე წვდომას, რაც თავიდანვე ვცდილობ რომ ეს ჩაუნერგო ბავშვებს და არ იყვნენ მხოლოდ ერთ ჩემს ინსტრუქციებზე ორიენტირებული და ძალიან დიდი შრომა ჩადონ სახში დამოუკიდებლად მუშაობაზე. არა კონკრეტული დავალებები გააკეთონ და ეს საკმარისია ვთქვათ და მეტი არ მოინდომონ, არამედ იმუშაონ იმგვარად რომ არაფერი დარჩეთ, უსწავლელი. ძალიან ამ მცირე დეტალებსაც მიაქციონ ყურადღება, როცა უნდათ უმაღლეს დონეზე მუშაობა და ეს ალბათ პასუხისგებლობაც არის, რაც უვითარებთ მე საომავლო თქვათ დასრულობის დროს, სადაც იქნებიან, რომ ეს ხარისხი არის დეტალებში და აუცილებლად უნდა ჩაუყალიბოთ. ამბობენ ხოლმე ეშმაკია დეტალებშიო და ჩემი აზრით ეშმაკი ზუსტად იქ არის, სადაც დეტალებს არ ექცევა სათანადო ყურადღება. შენ კი ზუსტად იმას აკეთებ, რომ ბავშვებმა საკუთარ თავზე იმუშაონ, პერსპექტივაში დაინახონ, როგორ შეუძლიათ საკუთარი უნარების გაუმჯობესება, ცოდნის გაუმჯობესება, დამოუკიდებლობას აჩვევ და ასწავლი და კიდევ ამის სტიმულს აძლევ და ამის მაგალითი ხარ თავად. არაჩვეულებრივია, საოცარ საქმეს აკეთებ. კიდევ მაინტერესებს ამ მეთოდოლოგიის განსაკუთრებულობა, რაში მდგომარეობს იმის გარდა, რაც გავიგე, იმიტომ რომ როგორც ვიცი, განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეებიც ყავს. რა აძლევს მათ საშუალებას, რომ თამაშებით თუ როგორც ახსენე, პატარა აქტივობებით დარჩნენ ჩართულები და ფოკუსი არ დაკარგონ. ან დემოტივაცია არ განიცადონ სხვა ბავშვების გვერდით. დიახ, ეს საკმაოდ რთული სამუშაოა, რასაც ვხედავ მე თვითონაც ყოველდღიურობაში ახლა თუ ზოგადად ბავშვებს ვეუბნები რომ შეგიძლიათ თქვათ ამოიწეროთ სიტყვები რაღაცა ტექსტიდან და არ დაწეროთ დავალებები, მაგრამ მომიტანოთ მხოლოდ ის რაღაც კონკრეტულად სიტყვებზე ნამუშევარი. ამ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება, იგივე შედეგი დაგრჩება წერის ნაწილში, მაგრამ თუ თქვენ დავალებასაც დამიწერთ მინიმუმ ნახევარს და სიტყვებსაც ამოიწერთ, ბონუს ქულა მოგემატებათ, თუ არც ერთს არ დაწერთ და დაგეზარებათ მინუს ქულა, დაგეწერებათ -1 ქულა. ანალოგიურად გამოკითხვის დროს, თუ თქვენ შეძლებთ რომ ეს ტექსტი გააზრებით, მომითხროთ და მე კითხვა-პასუხში დისკუსიაში ჩაერთოთ, გეკდებათ უმაღლესი ქულა. თუ თქვენ მხოლოდ ეს გეცოდინებათ კითხვით და თარგმნით და ძალიან ესე ვთქვათ ზოგადი შინაარსით, გეკდებათ მაქსიმუმ ამაზე ნაკლები, ვთქვათ 3 ქულას დაგეწერთ, თუ კარგად ესე ვთქვათ ვისაუბრებთ და მოთხრობას შეძლებთ, თუ არა და მაშინ გეკდებათ 2 ქულა.
იმ კითხვით ნაწილში, ვთქვათ, საუბრის ნაწილში და აი ეს ბავშვები ყოველთვის ცდილობენ რომ თავიანთი მაქსიმუმი აჩვენონ, იციან რომ უნდა კონდეთ კომუნიკაცია, ამისთვის განსხვავებული მეთოდის მიდგომა სჭირდებათ, განსხვავებული მუშაობა და უფრო მაღალ დონეზე სახში, მაგრამ ყველასთვის არ არის ეს მაინც და მაინც თვითმიზანი, რომ ახლა უბრალოდ უნდათ რომ თავის ტემპში განვითარდნენ და ამ შემთხვევაში არ არის საუცილებელი კითხვა-პასუხი თხრობა და ეს საუბრის კონტექსტში ჩაერთო. საკმარისია თქვათ უბრალოდ გაიაზრონ ტექსტი, შინაარსი იცოდნენ და ძირითადი ასპექტები, აი სიტყვები ძირითადი რაც დაეხმარებათ. მაგრამ აი სხვა ბავშვებზე ვისაც ჭირდებათ კიდევ უფრო დამატებითი თანადგომა და დამატებითი მხარდაჭერა ამ სწავლის პროცესში რომ მიაღწიონ წარმატებას, მათთან უშუალოდ უკვე მე ჩართული ვარ ხოლმე რომ ჯერ დროს ჭირდებათ რომ დამოუკიდებლობის ნიშნულამდე მივიდნენ და შეძლონ კონკურენციაში შესვლა უკვე თავის თანატოლებთან, სხვებთან და ამიტომაც უფრო შედარებით კი ნელი პროცესია ეს მათი თქვათ განვითარებაზე მუშაობა, როდესაც ხვდები მოსწავლეს ასეთ სიტუაციაში, თუმცა პროგრესი ჩანს. აი მაგალითად მყავს მოსწავლე, რომელსაც სხვა მოტორული ფუნქციები აქვს, მოტორულ ფუნქციებთან აქვს პრობლემა და აი უჭირს წერა, ძალიან უჭირს თქვათ ესე თქვათ დისგრაფია აქვს ამ ბავშვს და ვაჩვევ იმას, რომ აი პატარა წარმატებაც დაუფასო და აღუნიშნო, აი თუნდაც ერთი სწორი ხაზის გავლება ჩვენთვის უკვე წინ გადადგული ნაბიჯია და გამხდევებას იმსახურებს, რომ შეძლოს და მე უფრო უკეთესად გამოძერწოს ეს ასობგერები. კალიგრაფიას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ წერს, თავარია გასაგები იყოს, მაგრამ აი ამ ბავშვს მაგალითად გასაგებად წერა ჯერჯერობით რთული გზაა გასავლე, რომ გასაგებად დამეწეროს, მაგრამ ნაბიჯ პროცესი მიდის და ვამხდევებ. ასევე მაგალითად ცოტა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი, ვიტყოდი მსუბუქი დონეზე მყავს ასეთი მოსწავლე, რომელსაც მეგონა რომ გაურთულდებოდა ჯგუფთან ერთად მუშაობა და ახლა ესეთი სიტუაცია, როდესაც მოდის თავის ჯგუფთან ერთად, ესე თქვა მთავარი იუმორისტი და საინტერესო კითხვების დამსველი არის ეს ბავშვი. იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი რამე აინტერესებს, ძალიან აი გულწრფელი კითხვები აქვს. და ეს ყველაფერი იწევს აი ჯგუფში მეტი მხარდაჭერის გამოვლენას და მიხარია რომ არა მარტო მე ვუფასებ, არამედ სხვა ბავშვები ცდილობენ რომ ერთობლივად დაეხმარონ ამ გადალახვაში თქვა თავის ცდობის მოყარეობის და მდგომარეობის, რომ რაც შეიძლება ბუნებრივად იყოს ადაპტირებული ახლა და არაფერი არ გავგვიკვირდეს ახლა თქვა მისი ქცევიდან გამომდინარე. სხვა შორის ვაპირებ ექსკურსიაზე წამოვიყვანო შემდეგში და უფრო რეალურ გარემოში, კიდევ სხვა კლასგარეში გარემოში შეძლოს თავის რეალიზება უფრო უკეთესად. მოკლედ არ ვიცი, ინგლისური ენის კი არა, ცხოვრების მასწავლებელი ხარ. და როდესაც ამ ყველაფერზე საუბრობ, გიყურებ როგორ გიბრწყინავს თვალები და რა ბედნიერებაა საკუთარ თავთანაც რომ ასე უდგები ამ ყველაფერს და ასეთ სასიკეთო საქმეს ასეთი სიყვარულით რომ აკეთებ. ბევრი ადამიანი ცხოვრების აზრის მთელი ცხოვრება ეძებს და შენ პრაქტიკულად პანდემიის დროს აღმოაჩინე, მაშინ ახსენე რომ ონლაინ გადავედითო. მოდი კიდევ ერთხელ მე მგონი არც გვიხსენებია, რომ უთხრათ, სად არის ეს სასწავლო დაწესებულება, რა არის, როგორ ქვია, როგორ უნდა მოგძებნონ. ჯერ ეს ვთქვათ, რომ მაინც ჩვენი არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ, თუ გაინტერესებთ, რასაც საუბრობთ, ის თემა თქვენთან ახლოს თუა, თუ გულთან ახლოს მიიტანეთ, მაშინ მოიწონეთ ეს ეპიზოდი და გააზიარეთ კიდევაც აუცილებლად, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს, ალგორითმაც კარგად აღიქვას და შევძლოთ ამ ადამიანების დახმარება და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება. თემურ, სად არის კონკრეტულად რა ქვია დაწესებულებას და მერე დანარჩენიც მაინტერესებს.
ეს არის დაბა აგარაში, შიდა ქართლში. ინგლისური ენის ინიციატივა, მე თვითონ ჩემ თავს ვუყურებ როგორც დამოუკიდებელ მასწავლებელს, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ადამიანებთან ერთად, თქვათ, გააჩნია კონკრეტულ ინიციატივას თანამშრომლობით და მაქვს გვერდი English with თემურიკოშვილი აწერია, სადაც ჩვენი პროექტები და ძირითადად მასალებს ვაზიარებ ხოლმე და ვდებ. Facebook გვერდია თუ ცალკე რამდენიმე არხზე მაქვს. რამდენიმე არხი. დიახ, აი როგორც აი ჩვენი საქმეების პორტფოლიო, უბრალოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ადგილი. არა ძალიან აქტიური არ არის ყოველდღიური პოსტით, მაგრამ ხოლმე მნიშვნელოვანი მომენტების აღსანიშნად არის ეს გარე აუდიტორიისთვისაც არის თუ შიგნით უკვე საკომუნიკაციო ორივე? ორივე, კი, ორივე მხრივ. ეხლა სიახლე ჩემი მუშაობის, რასაც ეხლა ვაკეთებ იქ ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად, საინტერესოა შიდა აუდიტორიისთვის თავისთავად და გარე აუდიტორიისთვის იმ მხრივ, რომ ახალი თანამშრომლობები თუ ვინმეს რეალური მხარდაჭერა არის ნდობა, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმიანობის მიმართ, მაგრამ თუ ვინმეს ამის გარდა დამატებით ახლოს იქნება მისთვის ეს ყველაფერი და მის გულთან იქნება დაკავშირებული ასევე, შეუძლია რა თქმა უნდა დამიკავშირდეს და ერთობლივად რაღაცა თანამშრომლობის ახალი გზები მოვიფიქროთ, რაც იქნება მისასალმებელი პირიქით. ყველა შესაბამისი აღწერა, ბმული, დონაციისთვის თუ რაიმე სხვა სახის პარტნიორობისთვის იქნება ამ პოდკასტის აღწერაში და გეპატიჟებით, რომ იქ გადახვიდეთ და აუცილებლად ნახოთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ. თემურ, აი ერთი მინდოდა ეკამ, აი დაწესებულებაზე რომ მითხარით, აი ჯერჯერობით რადგან აი მარტო მუშაობ ეს საქმიანობა და ყველაფერის ჩემს თავზე ვიღებ სასწავლო პროცესს, ღონისძიებებს, გაკვეთილების ჩატარებას, შეფასებებს, ესე ვთქვათ, ჯერჯერობით აი დაწესებულების ფორმატი არ მაქვს, მაგრამ საომავლოდ, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა იდეალური, თუ გექნებოდა შესაძლებლობა გაფართოების და უკვე გუნდთან ერთად გავაკეთებდი ამ სიახლეებს და უფრო მეტს კიდევ შევთავაზებდი ადგილობრივ მოსახლეობას. არა ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვმუშაობ და ესე ვთქვათ, ეს სტატუსი როგორც ორგანიზაციის არ არის, აი თვითდასაქმებული მიმართულებით ვარ მოფუნქციონირ ესე რა ვთქვათ. ნუ ეს რესურსები კიდე რასაც გადავცემ დამატებით მოსწავლეებს და უზრუნველყოფ. აი რას გადაცემ, როგორ აჯილდოვებ, მოდი ამაზე ცოტა მეტი რო გითხრა. ვინ გეხმარება ამჟამად, ვინ არიან პარტნიორები? დიახ, აუცილებლად. დღეობით უკვე ყოველი წლის დასაწყისში, სასწავლებლის წლის დასაწყისში ყველა ბავშვს ვთქვათ 50 დაახლოებით მოსწავლეს წიგნებს, რეულებს, კალმებს, ძირითად საკანცელერიო ნაკრებს გადავცემ. შემდეგ უკვე პროცესში გამოიკვეთება ხოლმე აი გაჩნია სიტუაციის მიხედვით ზოგს უკვე ჩანთებსაც გადავცემ, უფრო ცოტა მსხვილ მიმართულებით ხარდაჭერას რასაც ეხება, გაჩნია მოსწავლეებს ინდივიდუალურად, როცა ვხედავ ამის საჭიროებას, ამასაც დამატებით უზრუნველყოფ ხოლმე, რომ სრულფასოვნად შეძლონ. ახლა ზოგადად სოფლად ესეც ლიმიტირებულია რესურსები და შესაძლებლობები და ამ ბავშვებს სასჭირდება ჩემი აზრით დამატებითი რაღაცა სტრესი თუნდაც მინიმუმ ინგლისურის გაკვეთილებზე, როდესაც მოდიან და რაღაცა დანაკლისი აქვთ ხო ამ მიმართულებით, ეს ვცდილობ რომ ხარდამჭერებთან ერთად ეს ყველაფერი ავანაზღაო. ანუ ბავშვმაც და მშობელმაც რომ იფიქროს იმ სწავლაზე და განვითარებაზე და არა კიდევ დამატებით რა რესურსი ჭირდება ამას. კი. აი მე კი პირველ რიგში ამ საქმეს ვუყურებ როგორც ჩემ პროფესიულ მიმართულებას, როგორც ინგლისურის მასწავლებელი სპეციალისტი ამ კუთხით და მუშაობ, მაგრამ აი ესეთ გარემოში როგორშიც მე ვცხოვრობ ახლა და საქმიანობ, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, ანუ ეს დამატებითი მხარდაჭერის პროექტები უბრალოდ არის
ჩემთვის საქმის სწორად კეთების ნაწილი ახლა ასე დავარქვევდი აი რას ვერ ვხედავთ ჩვენ დიდი ქალაქის ხმაურიდან რა ხდება რეგიონში პატარა დაბაში სადაც შეზღუდული რესურსებია რას ვერ ვხედავთ და რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ამისთვის რა იქნებოდა საუკეთესო დახმარება და საუკეთესო მხარდაჭერა შენთვის დაწესებულებისთვის იმ ბავშვებისთვის იმ ოჯახებისთვის როგორ შეგვიძლია რომ წვრილი შევიტანოთ ალბათ უახლოეს პერიოდში რაც მახსენდება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 ივნისთან დაკავშირებით შენიერი იქნებოდა და უდიდესი მოტივაცია რომ კიდევ ერთხელ შეგვექმნა თითოეული მოსწავლესთვის სასაჩუქრე კომპლექტი და გადამეცა ყველასთვის დამატებით სამოტივაციო წყაროთ ეს თან ბავშვთა დაცვის დღეს უკავშირდება თან მათი დღეა და ჩემი დიდი სურვილია რომ ეს დღე იყოს დასამახსოვრებელი და არა როგორც ერთი ჩვეულებრივი დღე დიდხანს მინდა გაყვეთ ეს წლევანდელი 1 ივნისი და ძალიან გამეხარდება თუ მექნება შესაძლებლობა მეც და ვთქვათ მხარდამჭერებსაც თუ იქნებიან ასეთი რომ გადავცეთ ეს საჩუქრები ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ და ვაგრძნობინოთ რომ ამ პროცესში მათი განათლების გზაზე მარტო არ არიან ეს ბავშვები და ყავს ისეთი გვერდში მდგომი ადამიანები რომლებსაც რეალურად გულთან ახლოს მიაქვთ მათი დამოკიდებულება სწავლის მიმართ და ეს ყველაფერი ხდება აზრიანად და არა შემთხვევით, იმიტომ რომ აი ჩემი მუშაობაც ახლა არ არის დროებითი, უკვე წლებია, ხო, გრძელვადიან პერსპექტივაში მე უკვე ვეღარ წარმომიდგენია სხვა როლის შეთავსება, ვიდრე ეს არის რაღაც აი ჩემი ბუნებრივი როლი გახდა ადგილობრივი გარემოში მუშაობა და ახალ-ახალი მოსწავლის ტალანტის აღმოჩენა, მათი მხარდაჭერა, განვითარება და მოტივაციის მიცემა. თავარი რაც არის ინგლისური ენის საფუძვლიანად ათვისება და ამას გარდა ზოგადი განვითარება, რაც გვექნება ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში, გააჩნია კონკრეტულ თვეს ან წელს ხოლმე, რომ უზრუნველყო. ძალიან კარგი. მეც მხარდაჭერის იმედი მაქვს ვიარა და დარწმუნებული ვარ რომ მხარდამჭერები აუცილებლად გამოჩნდებიან ისევე როგორც ის ადამიანები რომლებიც უკვე არსებობენ და გვერდით გიდგანან ამ კუთხით. ვინ არიან, იმიტომ რომ მადლიერება მნიშვნელოვანი საკითხია და მოდი კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ და დაუფასოთ ამ ადამიანებს. ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან მიხარია ამ პროცესში, საგამოათლებლო საქმიანობის პროცესში, რომ გამოჩნდნენ უკვე ისეთი ორგანიზაციები, რომლებსაც რეალური ჩართულობა აქვთ ჩემთან ერთად ამ ბავშვების განვითარებაში. პირველი, რომელიც უნდა გამოვყო ნამდვილად, ეს არის ვახტანგ ფხაკაძის ფონდი ლუტეცია. მათთან ერთად თანამშრომლობ უკვე 2 წელია, ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ და ორგანიზებას უკეთებ მე კონკრეტულად ინგლისური ენის კონკურსს წელიწადში 2-ჯერ, ხოლო ფონდი ლუტეცია ამის სპონსორია და ბავშვებს გადასცემს იმ დღესვე პრიზებს. ყველა მონაწილეს სხვადასხვა საჩუქრებს კომპლექტს და პირველ, მეორე, მესამე ადგილებს 500, 300 და 100 ლარს შესაბამისად ეს ძალიან ესე ვთქვათ ყველასთვის არის პირველი რეალური ანაზღაურება. თავიანთი შრომის რეალური შედეგი და ძალიან ბედნიერები არიან ხოლმე ამით რომ ქონდათ ეს შესაძლებლობა ასეთ ადრეულ ასაკში, როცა დაუფასეს შრომა და მადლობა აქედან ვახტანგ ფხაკაძის ფონდ ლუტეციას კიდევ ერთხელ ამისთვის. სხვადასხვა დროს აი ეს ფონდი იმიტომ ვახსენე ახლა აი განსაკუთრებული კუთხით რომ აი 2 წელია თანამშრომლობ და ვთქვათ ახლა მესამე კონკურსი უნდა მოვაწყო, რომლის სპონსორი იქნება, ასევე მანამდე ერთხელ კიდევ საკანცელერიო რესურსები გამოგვიყვეს, ცალკე ეს იყო 2 წლის წინ და მაგის მერე ანუ უკვე 4-5 ღონისძიება გავაკეთეთ ერთად და ეს იყო მრავალჯერადია ჩვენი თანამშრომლობა და
მაქვს იმედი, რომ კიდევ გაგრძელდება საომავლოდ და კონკრეტული ორგანიზაციები კიდე ვინც თქვათ ერთჯერადად გვერდით დაგვიდგნენ, მათი კონტრიბუციაც არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად კონიკა მინოლტა უნდა აღვნიშნო, ძალიან ძვირფასი პრინტერით ჩამოგვიტანეს საჩუქრად, რომლის დახმარებითაც ბეჭდავს სხვადასხვა სასწავლო მასალებს, ფერადს, ასევე სერტიფიკატებს, ახლა თვის ლიდერებს გადავწევ პრინტერიდან დაბეჭდილ სერტიფიკატებს, საკუთარ ხარისხიან მასალაზე, როგორც ჩვეულებრივ თაბახზე, ასევე მყარზე და კლასით საკუთარ გამრავალფეროვდა ჩვენი მაგ შესაძლებლობით, რომ რაც წიგნში არ არის და წვდომა არ გვაქვს, ეს ყველაფერი რომ ამოვბეჭდო და გავატანო და არა მარტო ინგლისურის ფარგლებში, სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი ადგილობრივად მე მთხოვს ხოლმე პატარ-პატარა მნიშვნელოვანი ინფორმაციების დაბეჭდვა იქნება თუ ქსეროქსი იქნება და ამეთაც ვეხმარები ჩემი მოსწავლების გარდა ასევე სხვებსაც, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ ყველაფერს ვაკეთებთ ამ პრინტერის დახმარებით. ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლო კორპორაციულ ღონისძიებაზე თქვეს უარი და იმ შეგროვილი თანხით ჩამოგვიტანეს უზარმაზარი მონიტორი. ეკა ეს იყო 3 წლის წინ და ეს იყო პირველი ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა, იმიტომ რომ შესაძლებლობა მომეცა, რომ ყველაფერი უკვე გადამეტანა ამ მონიტორზე და ისე მეჩვენებინა გაკვეთილების ახსნის მასალები იქნება თუ ვიდეოები თუ სხვადასხვა თამაშები გონების გამავითარებელი. გასულ თვეში მაგალითად ჩვენი თვის ლიდერების დაჯილდოების სპონსორი გახდა Genofite, კომპანია, რომელიც არის ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე და ძალიან გამეხარდა, რომ ეს იყო სიახლე, როდესაც კონკრეტული თვის ლიდერების დაჯილდოება კონკრეტულმა კომპანიამ აიღო თავის თავზე. აქამდე უფრო ჩემზეც იყო, ჩემ რესურსებზეც იყო, რომ მეყიდა სხვადასხვა აუცილებელი ნივთი და მე სერტიფიკატებთან ერთად გადამეცა ლიდერების ჯგუფისთვის, თუმცა გასულ თვეში ისე მოხდა, რომ კომპანიამ აიღო ეს თავის თავზე და მისი რესურსით შევიძინა ეს ყველაფერი და ეს იყო პირველად და ასეთი თვის ლიდერების დაჯილდოება არის 8 ჯერ წელიწადში და ეს ერთი თვე შეიმსუბუქდა კონკრეტულად. ხო, თორე ამას საკუთარი ხარჯებით აკეთებდი, ხო? საკუთარი ხარჯებით ძირითადად ვახორციელებდი და აუცილებლად უნდა თქვა SEUC, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც გასულ წელსაც დაპატიჟა მოსწავლეები ტურზე უნივერსიტეტის შიდა სივრცეში და უფროს კლასელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე, ესე ვთქვა, სტუდენტურ ცხოვრებას გაცნობოდნენ პირველად მათ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, საომავლოდ რა ელოდებათ, გაეგოთ სხვადასხვა პროგრამების შესახებ, იქ აუდიტორიები ნახეს, იქ რეალურ პროცესში ჩაერთვენ სხვადასხვა სიმულაციურ აქტივობაში, გამოსცადეს თავიანთი თავი, ლექციას მოусმინეს, დასაჩუქრდნენ ბოლოს ასევე და ასევე წელსაც მაქვს შესაძლებლობა, რომ წავიყვანო ამჯერად თან ტურზეც მიმყავს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში და თან აპრილისთვის ლიდერების დაჯილდოებაც აიღო თავის თავზე. უნივერსიტეტი გადასცემს წამახალისებელ პრიზებს, მათ საუკეთესო ბავშვს აპრილის თვიდან გამომდინარე, ეს უკვე მეორედ იქნება, რომელმაც გადაწყვიტა კომპანიამ, რომ გვერდით ორგანიზაციამ, რომ გვერდით დაგვდგომოდა და მადლობა დიდი ასევე ამისთვის. აღნიშნე, რომ ბავშვებმა შიდა ექსკურსიის დროს ნახეს სხვადასხვა აუდიტორია, სამომავლო პროფესიებს გაეცნენ და რაზე ოცნებობენ ყველაზე ხშირად? რა აძლევთ იმ მოტივაციას? ალბათ ესეთი შეხვედრები ზუსტად ამის განსაზღვრაში ეხმარება მათ, რომ გაიგონ რა არის უფრო მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევის დროს, რა ასპექტებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და როგორ უნდა განსაზღვრონ თავიანთი მომავალი. საუნივერსიტეტო ცხოვრება სურთ, რა თქმა უნდა, სტუდენტობა, ზოგს სურს განსხვავებული მიმართულებები აქვს გონებაში წარმოდგენილი,
მაგალითად როგორც აი ტექნოლოგიური მიმართულებებით საინტერესებთ უფრო მათემატიკური ნიჭით კი დამატებით დაჯილდოებულ ბავშვებს აინტერესებთ აი სხვა ტიპის საქმიანობები, რაც დაკავშირებულია უფრო შემოქმედებით მიმართულებებთან და უფრო ხელსაქმეობასთან ასევე, რაც ესე ვთქვათ, გაუმდინარეობს უფრო ასეთი მცირე დასახლებების ფორმატიდან გაუმდინარე, რომ წვდომა ახლა ბევრ საშუალებაზე არ არის მაინც და მაინც ახლა ბავშვობიდანვე რომ ჩაერთონ და დაკავდნენ ისეთი აქტივობებით. თუმცა აი საომავლო თუ მე მექნება ამის შესაძლებლობა რომ დამატებითი სივრცე მოვიძიოთ და უბრალოდ ან ავაშენოთ ან მოვიძიოთ და გავფართოვდეთ და ერთ კლასს გაცდეს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რომ ამ პროფესიული განხრის მიმართულებითაც დავეხმაროთ ამ სოფლების და მომავალ ახალგაზრდებს, რომ ადგილზევე მივცეთ შესაძლებლობა, რომ ინგლისურის გარდა თქვა კომპიუტერებთან კონდეთ ცდომა, რესურსებთან კონდეთ ცდომა, ტრენინგებთან კონდეთ ასევე შემხებლობა, რაც უფრო უკეთესად წარმოაჩენს საომავლოდ რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიონ თავად. პროადვილი და გასაგები იქნება მათთვის მერე ორიენტირება. ინგლისურის მასწავლებლობაზე თუ ფიქრობს რომელიმე? სხვადასხვა დაიწყეს ფიქრი, ალბათ ერთი მაგალითი ალბათ თავიანთი მასწავლებელია, რომელსაც აქვს ხოლმე მხარდაჭერა და ხედავენ, რომ აი ყველაზე ელემენტარული როცა შემოდიან კლასში და ისე მოწყობილი და აღჭურვილი უკვე თავიდან რა თქმა უნდა ცარიელი იყო 6 წლის წინ, მაგრამ ახლა უკვე ისე აღჭურვილი, რომ უხარიათ მოსვლა, უხარიათ ადრე მუშაობა გაკვეთილამდე, ამ გარემოში ყოფნა და განათლება. და ეს განათლება და მასწავლებლობა ისეთი თემაა, რომ მე უკვე ინტერესი აქეთაც გადადის, რომ თვითონაც აქვთ იმის სურვილი, რომ ისე კარგად ისწავლონ და ითვისონ, რომ სხვებსაც გადასცენ. არის ახლა არჩევანზეც იმოქმედა რამდენიმე ბავშვის მიმართულებით, რომ ახლა თქვა ინგლისური ფილოლოგია აინტერესებს და ანგლისტიკა და ეს უნდათ რომ უფრო უკეთესად მე გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა სტუდენტობის პერიოდში და ძალიან კარგია მისასალმებელი და ანუ უკვე სტუდენტებიც ყავს. ვინც კლასი დაამთავრა, სკოლა ვინც დაამთავრა, ანუ კურსდამთავრებულები ყავს რეალურად. კი, აი გააჩნია წელს, ზოგჯერ უფრო მეტი არიან, ზოგჯერ უფრო ნაკლები, მაგრამ როდესაც აი მიდიან იქიდან ადგილობრივი დასახლებიდან და სტუდენტები ხდებიან, უკვე წვდომა აღარ აქვთ ძირითადად სასწავლო პროცესთან ჩემთან დაკავშირებით ნაკლებად არიან ჩართულები, მაგრამ აი აბიტურიენტობის დროს და უფროს კლასერობის დროს ძალიან აქტიურად არიან ჩართული. ნუ ერთია საგამოცდო პროცესში დახმარება და მომზადება და თან ამის პარალელურად ზოგადად სწავლა ახლა სულ ვეუბნები ხოლმე რომ ნუ ისეთი ინგლისური უნდა ისწავლოთ რომ ყველაფერში გამოგადგეთ და სიღრმისეულად და საფუძვლიანად ახლა გამოცდა იქნება პროფესია იქნება თუ სკოლა თუ ნებისმიერი ადგილი იმდენად კარგად უნდა იმუშაოთ ახლა და ესე მარტივად არაფერი არ მოდის ყველაფერს რასაც ხარისხიათი და გააკეთო რეალურად შრომა და დრო სჭირდება და ამიტომაც მუშაობთ ეს რომ გაითავისონ ძალიან კარგად და საომავლოდ თუ არ იქნებიან ჩემთან კიდევ და სადაც გააგრძელებენ თავიანთ ცხოვრებას და წარმატებული იქნებიან ეს გრძნობა გქონდეთ მუდმივად რომ ესე ვთქვათ ხარისხის შრომა აუცილებელია ახლა სხვა შორის ზოგს აქვს და რამდენიმე არაერთს მოსწავლეს წარმოდგა რომ მომავალი უნდა დაუკავშირონ უცხოეთს, საზღვარგარეთ, თქვათ გავითარებულ ქვეყნებს, ევროპულ, ამერიკულ ქვეყნებს ოცნება აქვთ, რომ აი ამ ინგლისურით და ამ ცოდნით მე ესე კარგად გავითარდნენ, რომ იქ გააგრძელონ საქმიანობა და მუშაობა და ერთი მხრივ რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა და ძალიან მიხარია, მაგრამ თან იმედია რომ თქვათ იმ
მიღებულ ცოდნას მე რაღაც დაუკავშირებენ თავიანთ ადგილებს, იმდენად ჭირს და იმდენად აი რთულია, ხანდახან აი ფიქრობ ხოლმე ეკა რომ სტრესული არის აი მაინც ესეთ გარემოში მუშაობა, სადაც აი ბევრი ახალი არაფერი ხდება. აი ყოველი დღე არის ერთფეროვანი და ვცდილობ რომ ჯერ საკუთარ თავს შევქმნა სიახლის განცდა და რა თქმა უნდა ბავშვებს შევქმნა, საკუთარ თავს და ბავშვებს ასევე შევქმნა ეს მრავალფეროვნება და სიახლე და ამ ერთობლივად ვერა შენ ბედნიერი იყო რაღაცა ახალი ნაბიჯი გადავდგი დაბაში და რაღაცა დამატებით ახალი ინიციატივა შევქმნი და გავახალისე ჩვენი დაბის ყოველდღიურობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო ბავშვებისთვის, ჩემთვისაც და მათი მშობლებისთვის კიდე დარწმუნებული ვარ. და რაც უფრო მეტი ბავშვი და მისი მშობელი იქნება გახარებული, რაც მეტი სიკეთე და განათლება იქნება, სადაც არ უნდა იყვნენ ეს ბავშვები. საზღვარგარეთ მიაღწევენ წარმატებას და მერე დაბრუნდებიან და აქ იგივეს განაგრძობენ სხვა ადამიანებისთვის კარის გახსნას თუ მაგისტრალის მშენებლობას. მე ვფიქრობ, რომ ამაში შენი ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანე უკვე. ძალიან დიდი ღირებულება მოგაქვს ამ ყველაფრით. რა თქმა უნდა, შენც გჭირდება ამისთვის დაფასება, აღიარება და ხელშეწყობა. მადლობა, რომ ასე ხედავ ამ ყველაფერს და განიცდი რეალურად ჩემთან ერთად ამ პროცესის. გულწრფელად განვიცადე, რომ წავიკითხე, რომ მე ჩემი ხელით ბეჭდავ სერტიფიკატებს ლიდერებისთვის გადასაცემად, აი თითქოს მეგონა, რომ იმ მომენტში ჩემთვის უკვე დაღლისგან არაფრის დახქმის უნარი არ ქონდა და მივხვდი, რომ ყელში ბურთი გამეჭხირა, თვალებში ცრემლები მომადგა და ვიფიქრე, ფეხით ჩავირბენ ახლა აგარაში. გავხარეთ თუ გესტუმრებით? აუცილებლად გესტუმრები, კი, გესტუმრებით აუცილებლად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი ეპიზოდი ახლა ზუსტად იმ ადამიანების ყურამდე და მხედველობამდე მიდის, ვისაც ჩვენსავით გული შესტკივა ამ ყველაფერზე და არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაც ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შეტანა, რომ რაღაც უმნიშვნელოა იქ. იმიტომ რომ ეს პატარ-პატარა, რომელიც იმ მომენტში პატარა გონია, მერე უკვე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ხდება. და იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც რესურსები კიდევ უფრო შეზღუდულია, ვისაც თავისი დღის გალამაზება და გაფერადება ჭირდება. კი, და ეს განსაკუთრებულად აქტუალურია ესეთ დასახლებებში, სადაც არის ლიმიტირებული შესაძლებლობები, მაგრამ ალბათ სწორედ ასეთ ადგილებზეა მე ასეთი ინიციატივების არსებობა მნიშვნელოვანი, რომ შეიტანო ახალი მაგალითები რეალური განვითარების და რეალური ცხოვრებისეული მუშაობის, პროფესიული თუ საგამაათლებლო კუთხით. ახლა მაგალითად მე კი ჩემი ინდივიდუალური არჩევანი დაუკავშირე ყველაფერი ახლა აგარას და გარშემო სოფლებში ცხოვრები, ახალგაზრდების განვითარებას, მაგრამ აი სხვა არჩევანზე ადრეც მქონდა ნაფიქრი. მაგალითად შეიძლება თქვათ შენი უნარები უფრო უკეთესად დაფასდება ან წარმოჩინდება, თქვათ თუნდაც იგივე საზღვარგარეთ რო იფიქრო ან თქვათ უფრო დიდ ქალაქში სადაც უფრო მეტი შესაძლებლობაა, მაგრამ მეორე მხრივ პრინციპში ახლა არც ერთი ნაბიჯი არ არის მსუბუქი ადამიანისთვის. იქ წასვლასაც თავისი ტვირთი აქვს და დარჩენასაც თავისი პასუხისმგებლობები. ყველგან გამოწვევებია, მაგრამ არჩევანი, რომელსაც აკეთებ, რაზე დგას? რაზე დგას ეგ არჩევანი? აი ზუსტად ეგ არის ალბათ ჩემი პასუხისმგებლობა, ჩემი წილი პასუხისმგებლობა, რომ ახლა ვიყო სადაც ვარ და გავაგრძელო ეს საქმიანობა იმ რესურსებით, რაც არის და ვეცადო რომ თან გავაფართოვო. რადგან ამდენი უკვე შევძელი და ამდენი წელია, ესე იგი გვაქვს შანსი, რომ უფრო კიდევ განვითარდეთ და არ დავრჩეთ ერთ კლასში შემოფარგლული ერთ სივრცეში. წარმატებას გისურვებ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის და იმ საქმიანობისთვის, რასაც აკეთებ. ახლა კი სმენელზე და მაყურებელზეა დარჩება ჩვენი საუბარი უბრალოდ ხმაურად თუ გამოიღებს შედეგს.
და ყველაზე მთავარი ყოველთვის შედეგია. ასე იზომება ყოველ შემთხვევაში. შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩვენს ბმულზე, გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ და რა თქმა უნდა, რასაც დღევანდელი ეპიზოდი ემსახურებოდა, მხარი დაუჭიროთ სკოლას, განათლებას და თემურის ინიციატივას და ერთად მივულოცოთ ბავშვებს 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. შევხვდებით.